თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია მოქალაქეების ლიდერის ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. ამ შემთხვევაში საქმე ეხება 29 ნოემბერს სასამართლოს კანცელარიაში ცეცხლის გაჩენის მცდელობის ეპიზოდს. პოლიტიკოს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავებიან. დღევანდელ ხდომაზე მოწმის სახით ბრალდებულის მამა ვალერი ელისაშვილი დაიკითხა. მისი განცხადებით შვილის დაკავებისას სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ საქმე სხვისინივთის დაზიანებას ეხებოდა, თუმცა მოგვიანებით შალვა პაპუაშვილის ბრიფინგიდან შეიტყო, რომ გამოძიება ტერორისტული აქტის მცდელობის მუხლით მიმდინარეობდა. ვალერი ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მისი შვილი ქართული ოცნების მხრიდან პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია, რადგან მას მამუკა მდინარაძისთვის დარტყმული მუშტი ვერ აპატიეს. ის მუშტი ვერ აპატია ვერც გენერალმა სიბუსმა და ვერც ქართულმა ოცნებამ. ვერ მოითმინა, ყველა ადამიანი ინკუბატორის წილები არა ვართ. ზოგი ითმენ, ზოგი ვერ ითმენ და გამოხატა პროტესტი. რაღა მაინც სასამართლო შენობაში მოუვიდა. თუ თვითონ იყო კიდე მეეჭვმეპარება. თუ თვითონ იყო და სხვა არა სხვა. და თათმინდა სადაც ალეკო ელისაშვილი ცხოვრობს. 314 მეტრშია პარლამენტი. ტერორისტული და იქავი არის იგივე მანძილზე ბატონი კოლბახიძის ასე ვთქვათ რეზიდენცია. იქ მივიდოდა რაღაც თაცმინი და ფეხით აქ მოვიდა, მაგრამ არა, პროტესტი გამოხატა, რომ როგორ შეიძლება ქალების თმებით რევა. შემატყება სასამართლოში შემლა დაიცვა ხალხი გაასამართლოს სამართლიანი სასამართლო რეების ხდებოდა. ალეკო ელისაშვილს რო უყვარს თავის ქვეყანა. ჯერ თავისი ოჯახი უყვარს, რა თქმა უნდა. ჯერ ღმერთი უყვარს, მერე თავის ქვეყანა უყვარს, თავის მშობლები უყვარს და დანარჩენი და გაკირებული ხალხი ეწოდება. აი ეს ვერ აიტანა და ეს იყო მიზეზი ზუსტად თუ ალეკო იყო, არ ვიცი. გამოძიების ვერსიით ალეკო ელისაშვილმა გასული წლის 29 ნოემბერს სასამართლოს შენობის დაწვას სადარის გამოცმას ტერორისტული აქტის მცდელობას ედავებიან. დაკავებული პოლიტიკოსის ადვოკატები სასამართლოსაგან კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ტერორისტულ აქტს ადგილი არ ქონია. დაცვის მხარის განმარტებით, თავად ექსპერტებიც კი ადასტურებენ, რომ მსგავსი დასკვნების გაკეთება და ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელია. ადვოკატების თქმით, ბრალდების მხარემ ეს მტკიცებულება სადავოდ არ გახადა, რაც ფაქტობრივად იმის აღიარება, რომ ელისაშვილისთვის წაყენებული ბრალდება მხოლოდ ჰიპოთეტურ მსჯელობას ემყარება. დასკვნებს, რომელთა გაკეთებაც სამხარაულის ეროვნულ ბიუროს საერთოდ არ შეუძლია. საპირისპირო პოზიცია აქვს საქმის პროკურორს. მისი მტკიცებით, წარდგენილი მტკიცებულებები თავდასხმის მოტივი და მიზანი ნათლად ადასტურებს, რომ ალეკო ელისაშვილს სწორედ ტერორისტული განზრახვა ამოძრავებდა. მოქალაქეების ლიდერს ამ ეპიზოდზე 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მის წინააღმდეგ ტერორიზმის მუხლით კიდევ ერთი საქმეა აღძრული. ამჯერად პროკურატურა პოლიტიკოს 2025 წლის 4 მაისს სასამართლოს არქივში ცეცხლის გაჩენას ედავება. ამ ბრალდებაზე დაცვის მხარე აცხადებს, რომ ეს არის თაროდან ჩამოღებული ძველი საქმე, რომელიც ოპოზიციონერს პოლიტიკური მოტივით დაუკავშირეს. რეალურად კი ის შემთხვევის ადგილას საერთოდ არ იმყოფებოდა.